რამოდენიმე კაცი სჭირდება იმისათვის კეცბაიას რომ ევროტურნირზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გასახადში მსგავსი ტიპის მოწოდება მქონდა. კომაგების რუბრიკა გრძელდება. დღეს ვიმყოფებით დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც სულ ცოტა ხანში თბილისის დინამოს სამგურალს უმასპინძლებს. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს, რადგან ერთის მხრივ არის გიორგი ონიანის გაწვრთნილი სამგურალი, რომელიც ბოლო სამ შეხვედრაში ამარცხებს ლიდერებს და მეორეს მხრივ არის თემურ ქესბაიას გაწვრთნილი თბილისის დინამო, რომელმაც გასულ ტურში გაგრასთან მარცხი განიცადა და შესაბამისად საინტერესოა როგორ შეხვედრას ჩაატარებენ დღეს. ამ ყველაფრის გაგებამდე რა თქმა უნდა მოვისმინოთ კომაგების აზრი. თქვენ კი არ დაგაუწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწყობა. დღეს აქ მოვედით თბილისის დინამოს საგულშემატკივრად. ცოტა სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ, თბილისის ამერის გულშემატკივარი ვარ, ვიყავი ვარ, თუმცა თბილისის ამერი აღარ არის, ასე ვთქვათ, სამწუხაროა რომ დინამო არენაზე არ ტარდება თამაში და იმედია სამქულას ავიღებთ. აუცილებლად უნდა გავიდეთ. ამაზე ხა ორი აზრი არ არსებობს. ბოლო წლები ძალიან ცუდად ვითამაშეთ ევროტურნირებზე, აბსოლუტურად ყველა გუნდმა და რეიტინგისთვის აუცილებელია რომ გადავლახოთ მინიმუმ ორი ეტაპი მაინც რა. ეხლა ისეთი გუნდები თამაშობენ რომ თუ რაღაც ამბიცია გვაქვს, უნდა გავიდეთ, აუცილებლად უნდა გავიდეთ, სხვა აზრი არ არსებობს. ფეხბურთისთვის აუცილებელი არის გულშემატკივარი. გამორიცხულია, სხვანაირად არ განვითარდება ფეხბურთი. სამგურალი კაი ფორმაშია. მე მგონი წელს ევროპაზე უნდა გევიდეთ. ან თასის დავით ყიფიანის თასი უნდა მევიპოვოთ, ან მეორე მესამე ადგილი მაინც უნდა მევიპოვოთ. ევროტურნირზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამის ინტერესი გვაქვს. ჯერჯერობით მაყოფილი ვართ ონიანის. ძალიან მაყოფილი ვართ, თანდათან შედის ფეხბურთელები ფორმაში და მე მგონი დაწინაურებას მიაღწევს. თემურ კეცბაიამ მოგვიყვანა სტადიონი. მაინც ვჯერა რომ უნდა მოვიდოთ. ჩემი აზრით თბილისის დინამო ამ სასტავით გაუჭირდება. რამოდენიმე კაცი სჭირდება იმისათვის კეცბაიას რომ რაღაცა პატარა შედეგი გააკეთოს. აი ამ სასტავით ჩემი აზრით ცოტა გაუჭირდება. თავდასხმაში სჭირდება, ნახევარდაცვაში სჭირდება, იმიტომ რომ ჩემი აზრით მათე ვაწაძე ძალიან კაი ბიჭია და აი ახალგაზრდებსაც ჯობლის ისეთი ბიჭია და ალბათ ერთი თავდასხმელი უეჭველი სჭირდება და ორი ნახევარმცველი და ორი მცველი. კარგი თამაშია, ჯერჯერობით თბილისის დინამო მაინც თბილისის დინამოა, მაგრამ წყალტუბოში ფეხბურთი ვითარდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულ მალე კაი გუნდი ვიყოლება. ის მეორე გოლი რო გაგვეტანა, უკვე გატეხილი ყავდა დინამო. ვფიქრობთ, რომ მეორე ტაიმში წყალტუბა უკეთესი თამაშობს. ჩვენ ახლა ისა ვართ რა, პროვინციული გუნდი ვართ და კარგი ვართ რა, ჯერჯერობით და კიდევ გვინდა მოუმატოთ. და ბიჭები ფიქრობენ, რომ უკეთესად და უკეთესად იქნება თამაში. გოლის გამტანიც გვინდა, ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი გვინდა და დაცვის ერთი კაი ფეხბურთელი ყავს. ჩვენ ტრავმირებულია, იმისანა ფეხბურთელი გვინდა კიდევ.
პირველი ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ. გავიტანეთ პირველი შეტევაში გოლი, ფაქტობრივად 1-0 დავიწყეთ. თუმცა, როგორც მთელი თამაში ამ გოლის შემდეგაც ორჯერ სამჯერ ძალიან უყურადღებოდ ვითამაშეთ დაცვაში და მივიღეთ გოლი, თუმცა კარგი ის იყო, რომ პირველივე ტაიმში მოვახერხეთ და ამოვწიეთ თამაში, გავიტანეთ გოლი, შევქმნით რამდენიმე კარგი მომენტიც. თუმცა მოვახერხეთ გავათანაბრეთ თამაში და ვფიქრობ წესიდარიგით ბევრად უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყავით, თუმცა და ასეც ვაპირებდით მეორე ტაიმში გაგრძელებას, გასახდელში მსგავსი ტიპის მოწოდება მქონდა, რომ კიდევ უფრო აგრესიულად, კიდევ უფრო ყურადღებით გვეთამაშა. და სამწუხაროდ მეორე ტაიმის საწყისსავე გავუშვით გოლი. მე რაღაც დრო დაგჭირდა შემდეგ თამაში დასაბრუნებლად. ვაფრთხილებდი ფეხბურთელებსაც და ვიცოდი მზად ვიყავით ამისთვის, რომ არ უნდა მიგვეცა ამდენი საშუალება, გოლის გატანის ამდენი სივრცე, დრო. თორე დინამოს ძალიან კარგი ხარისხიანი ფეხბურთელები ყავთ და რომ გამოიყენებდნენ ამას ვიცოდი. გუნდი რომელიც 3 გოლს გაიტანდა და თამაში მაინც წააგებ. რა თქმა უნდა არის სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის დროს. ეს სხვა თამაშებზე ჩანდა ახლა ჩვენ ეს მთელი სეზონის განმავლობაში მოყვება ეს პრობლემები და ნუ ჩვენთვის 1-2 ფეხბურთელის ამოვარდნაც ბევრად მტკივნეულია ვიდრე სხვა გუნდებისთვის, იმიტომ რომ რაღაც პოზიციებზე ძალიან გვიჭირს ასე ვთქვათ ჩანაცვლება ფეხბურთელების. ნუ რაღაც პოზიციებზე გვაქვს კონკურენცია, მაგრამ ნუ რაღაც პოზიციებზე ძალიან გვიჭირს და დღეს გამოჩნდა კიდეც ფაქტობრივად მხოლოდ არც ერთი ნახევარმცველი არ უყავდა, ვინც შეიძლება რომ შეგვეცვალა და ფაქტობრივად ამ ცვლილებით ვაბანკზე წავედით და ამის ხარჯზე რამოდენიმე კარგი მომენტი შევქმნით, თუმცა ეხლა დინამო კარგი გუნდია, მინდა მივულოცო მათ ეს გამარჯვება, ვერ ვიტყვი ვარ დაიმსახურეს, დაიმსახურეს. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო. ერთი თამაში დაგვჭირდა ეხლა და რამენაირად ეს თამაში უნდა მოვახერხოთ და მოვიგოთ. და მე გვექნება დრო რომ გავძლიერდეთ, გვაქვს კონკრეტული მონახაზიც აპოზიციებზე გვინდა გაძლიერება და რაღაც ნაბიჯების გადავდგით ამ კუთხით. ნუ მთელი სეზონია ჩვენ ფაქტობრივად 10 ნომერის გარეშე ვთამაშობთ, გამოკვეთილი 10 ნომერი ფაქტობრივად არ ყავს ხან ვინ რომელი ფეხბურთელი ვათამაშეთ ხან ვინ, მაგრამ ნომინალურად ეს პოზიცია გამოკვეთილად ხოლო ჯეფია, რომელიც ნუ მეტი ფეხბურთელი არ არის ფაქტობრივად და ამ პოზიციაზე აუცილებლად გავძლიერდებით და სხვა პოზიციებზე ახლა დაცვაშიც გვაქვს სერიოზული პრობლემები და იქაც ვფიქრობთ რომ აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება რა. ახლა კონკრეტულად ესე ერთ-ორ პოზიციას ვიტყვით, რომ ზოგადად ნებისმიერ პოზიციაზე მინიმუმ კონკურენციის გაზრდა საჭირო, რომ შეცვლების დროს პირიქით ძლიერდებოდეთ და არ სუსტდებოდეთ რა და ამიტომ ამაზე ვმუშაობთ რა. ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად რა და ამ თამაშმაც დაგვანახა ამის საჭიროება კიდევ ერთხელ. კომაგების ეპიზოდი ამით დამთავრდა, როგორც თქვი, საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იყო. 8 გოლი ვნახეთ ამ შეხვედრაში და ერთადერთი რისი თქმა შემიძლია და რაც აყლდა ამ დაპირისპირებას, ეს იყო გულშემატკივარი ტრიბუნებზე და იმეც ვიტოვებ, რომ შემდგომ შეხვედრებში თანდათანობით ეს პრობლემაც გამოსწორდება. ბოლოს კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დავალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით კომაგების შემდგომ ეპიზოდში.